ის ჯანსაღი პოზიცია, ყველა ის ჯანმრთელი პოზიცია, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდეს, დაფიქსირდეს, როგორც ეს თქვა, მომავალი განვითარების პლატფორმა, ამაზე უნდა იყოს აუცილებლად საუბარი. კიდევ ერთ ძალიან მტკივნეულ თემაზე მინდა ვისაუბროთ, რომელიც თქვენ ძალიან გაწუხებთ ზოგადად ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს აწუხებს, ეს არის ნარკომანიის თემა და ეს არის ის თემა, რომ სადაც თქვენ დაიბადეთ, ცხოვრობთ, ეს არის ფონიჭალა, გახდა რაღაცნაირად ცენტრი ამ ყველაფრის, რომელიც ასოცირდება ძალიან ცუდად, რომ იქ ქართველი და არაქართველი ახალგაზრდები მიდიან, იღებენ ამ საწამლავს და ზოგი იქვე იკეთებს და ძალიან ბევრია ფაქტი, როდესაც იქვე არიან გარდაცვლილები. თითქოს არის ხოლმე სულ მუდმივად მცდელობა, რომ რაღაცნაირად ეს თემა გაკონტროლდეს, მაგრამ ისედაც ამ დანგრეულ დემოგრაფიაში, ისედაც ამ საშინელ მდგომარეობაში ჩვენ კიდევ ესე მასიურად კარგავთ ახალგაზრდებს, რომელიც ნარკოტიკზე დამოკიდებულები არიან. როგორ ფიქრობთ, თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე, რომ ყველანაირად ესე ვთქვათ შეურაცხყოფელი მომენტია, რომ ესე იგი ფონიჭალა, რომელშიც ბევრი აკადემიკოსის დაბადებულა, გამოჩენილი სპორტსმენების ამასთანავე ჩვენ საინტერესო შეხვედრა ქონდა ძალიან საინტერესო ხალხთან, ახალგაზრდებთან, ასოცირდება დღეს წამლის აღებასთან. რა უნდა უშუალოდ ამ სიტყვას? მაგრამ შეიძლება სიტყვით კეთქვი გეოპოლიტიკაზე, ხო? მე როგორ ახლა პოლიტიკოსი, ასე ვთქვათ ისტორიკოსი, მინდა ვთქვათ, რომ ჩანს ღია, რომ დიდი მოთამაშეები, სუპერ სახელმწიფოები ფაქტიკურად შეთანხმებულია, რაც ხდება დღეს. ღიად ჩანს, რომ აქ თურქეთი, რუსეთი, ამერიკა შეთანხმებულია სიტუაციაზე და ფაქტიკურად იმაზე მიდის, იმ გზით მიდის. უბრალოდ კიდევ ამბობ, ჩვენ სახელმწიფო როგორც საქართველო, ჩვენ ვიყოთ მზად ყველაფერზე. კიდევ ვამბობ, ვითევნილების მასიური ჩამოსვლაზე, ან შეიძლება ხვალდაზე რაღაცა მოხდეს ზოგიერთი სახელმწიფოების ინტერესებზე იყოს ის ხალხის შემოსვლა საქართველოში და სიტუაციის არევა. თქვენ შემზე კარგად იცით, რომ ეს 1979 წელს რაც მოხდა ირანში, ეს მოხდა საფრანგეთის დახმარებით და მასონების და ვატიკანის ხელით მოიყვანეს პირველი სულიერი ლიდერი თავისი თვითმფრინავით საფრანგეთიდან და დაინიშნეს აქეთ ირანის ხელმძღვანელად და დღევანდე ასე იყო. ხო და რაც კიდე იყოს ჩვენ როგორ ბადრას სახელმწიფო, ჩვენც საჭირო პირველ რიგში ერთობა. ეს და ეს როგორ ვთქვათ რელიგიური და ეროვნული. ეს უნდა მზად იყოს ყველაფერზე. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უფრო აქტიური უნდა დაიწყოს მუშაობა. რაც შეეხება ნარკომანიას, ხო? კიდევ კი ფონიჭალაში ძალიან ჩვენ აკადემიკოსები, პროფესორები იყვნენ და დღესაც არიან ძალიან ბევრი მეცნიერები, განათლებული ხალხი. პატარა ფონიჭალაში იმდენი სპორტსმენია და ჩემპიონია, საქართველოს ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, საერთაშორისო ისე თქვა მსოფლიო პრიზორები, იმდენად აღებული მთელი საქართველოში საცხოვრებენ აზერბაიჯანელები იმდენი არ არის. თქვენ რა ფიქრობთ, რომ ჩვენ ძალებით ვერ გავაჩერებთ ეს ყველაფერი? გავაჩერებთ. მე სიტყვა გაძლევ, რომ ერთი თვეში ჩვენ შეიძლება ამას დავხუროთ ეს ბაზარი, ბოდიში გიხდით, რაც ხდება ფონიჭალაში. უბრალოდ ჩვენთან განონები როგორ მუშაობს? პოლიცია მუშაობს ნარკომანის წინააღმდეგ. ჩვენთან ფონიჭალაში არასოდეს ერთი თათბირი არ იყო ჩატარებული, სად მოვიდა ჩვენი დეპუტატები, პარლამენტარები, სად მაგალითად ქცანისის დეპუტატები, თქვენ არის ელიტას, ქართული სპორტსმენები და ერთად რო შეგრიბეთ და ხალხ დავილაპარაკოთ რა ხდება. არ აძლევენ ამის საშუალება. მე ვიცი, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ ვმუშაობდით, როგორ არის ხალხთან ურთიერთობა. ხალხთან ურთიერთობა შეჭყვეტილია, საერთოდ არ არის. და პირიქით ვინ ბევრი ლაპარაკობს, ხო? ამას უკვე პრეტენზიები აქვს, რომ რატო ბევრი ლაპარაკობო შენ. მე რამდენჯერ დავწერე პრემიერ-მინისტრის სახელზე, პარლამენტის სახელზე, მინისტრების სახელზე, რომ თუ თქვენ ძნელია, რთულია ამის მოგვარება, ხო? ჩვენ თვითონ იქაური ხალხი, ინტელიგენცია
ვიცით ჩვენ კარგად ვიცით საიდან შემოდის ეს ნარკოტიკული პრეპარატები, ვინ არის მთავარი ფიგურები, როგორ გეთდება ეს ყველაფერი, ჩვენ ხალხი კარგად ვიცით ყველაფერი. იქ ბატონო კოჩე ტელევიზიებით რომ მიდის ეს როგორ თქვა სპეცნაზის ასე დაჯერის მომენტი რაღაცა, იქ არიან ობოლი ბავშვები, უპატრონო, იჭერენ იმას. ვინ არის ასე აკუნები ხო, ვინ ამით არის დაგავებული ძალიან დიდი ფულებს იშოროს ხო, ისინი უყურებენ. ეს უბრალოდ ასე გამოდის რომ ხო და მუშაობთ ასე და ჩვენ ხალხში ძალიან ცუდი ის არის როგორ ვთქვათ ინტერპრეტაცია ამ სიტუაციის რომ როგორ ხდება სინამდვილეში სახელმწიფო იმდენ ზუსტია რომ იმის წინამდე ვერაფერს ვერ აკეთებენ იმიტომ რომ ხალხში კარგად ცით მე თქვენ ხო ჩავიგე ის ლინკები და ნახეთ ხო მარნეულში გუში ხალხი გამოვიდა ქუჩაში პირდაპირ მერიას და ნარკომანის წინამდე რომ რატო არ მუშაობთ კაცო იქ სოფლებში ღია ბაზარია ყველგან იმიტომ რომ გუბერნიაში არ არის ერთ აზერბაიჯანი ნორმალურად ადამიანი რომელიც აზროვნეს ისის მუშაობა პრაქტიკა ან ისე თქვათ მერიებში არ არის ხალხი არიან ძალიან ბევრი რომელიც არიციან ქართული ენა ზიან საკრებულებში რაც ლაპარაკობენ საკრებულებში არაფერს არიციან განახლება რაც ნორმალური ისეთი ხალხით მართავენ რეგიონი და ეს ძალიან საშიში სიტუაცია არის კიდევ ამბობ ხალხში ძალიან უკვე ანტიპათია უკვე იბადება სახელმწიფოს მიმართ რომ სახელმწიფო რატო ჩუმად არის და ფიქრობენ რატომ ჩუმად არიან და ამბობენ რომ ზოგადად ამბობენ აქედან ფულს ვიმეიყებს აქედან ის არის და დაინტერესებულნი არიან და ასე ჯორები დადიცან ამით უკვე შეიძლება ისარგებლოს ოპოზიცია ისარგებლოს ხეები საქართველოს მტრები და მე მიმართა აქედან თქვენ ტელევიზიით მინდა მიმართო თავრობას რომ ჩვენ თუ გინდათ რომ ეს ნარკომანის საკითხი გაჩერდეს ხო ყველაფერი საჭირო არის შეხვედრა პროექტების ამუშავება ნორმალურად და დაიწყოთ ხალხთან ერთად ამის წინააღმდეგ. კიდევ ამბობ, ეს ძალიან უშლის ხელს ქართული აზერბაიჯანული მეგობრობას, ინტეგრაციას, იმიტომ რომ თუ ქართველმა ახალგაზრდა მოვიდა ფონჭალას შეიწინა ნარკოტიკი და ხვალ რაღაცა მოხდა, ამ მოვდა, ეს ოჯახი, ეს გვარი, ეს ყველას აქვს აზერბაიჯანელების მიმართ ანტიპათია, რომ ფონჭალაში მოხდა. ელე მე რაშუაში ვარ, სხვა ხო ამიტომ კიდევ მაგ თხოვნა სახელმწიფოს მიმართ სახელმწიფო მაშინ ძლიერია და მაშინ არის ისა მაგრად ხო იმ შემთხვევაში თუ ისმენს ხალხის აზრი იმიტომ კონსტიტუცია რაც წეს კონსტიტუცია წეს რომ კონსტიტუციას სახელმწიფო წყარო არის ხალხი მოდით ხალხთან დაილაპარაკეთ და წყარო ჩვენ ვართ თან ეს არის აშკარად დამანგრეველი თემა დემოგრაფიულად ჩვენ ახლა ის თაობა რომელიც უნდა ამრავლებდეს ქვეყანას და ასე ვთქვათ რეპროდუქტიული ნაწილი ნარკომანიაზეა და ნარკოტიკზეა დამოკიდებული და არც გამრავლებაზე ფიქრობს და არც ოჯახის შექმნაზე ეს არის საშინელება ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ ვართ ერთ-ერთი იმ 15 რესპუბლიკიდან ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული რომელსაც საშინელი დემოგრაფიული რა ხუთმეტი ბარბოჩა გიგეუნები ფონიჭალა არის რეკორდსმენი მთელი სოფლიოში ჩვენ პირველ ადგილზე ვართ კოლუმბიაზე წლერი ვართ ჩვენ გეუნებით ფაქტება ერთ სოფელში დაკავებული სოფლიდან 1200 პადიმარია სადაა ესა ეს უფრო მეტია ვიდრე ქალაქ ქუთაისის პადიმრები ან ავიღოთ რუსთავი სად ნახეთ რომ ერთი სოფლიდან იმდენი პადიმარი რო იყოს ხო ეს ჯერ ერთი იმიჯზე მოქმედებს სოფლისას და ჩვენ ხაზი გავუსვით ეხლა რომ აი ქართულ აზერბაიჯანულ ურთიერთობაში ეს არის ერთ-ერთი ესე თქვა ძალიან ასე თქვა მახინჯი ხაზი დემოგრაფიას რამდენ ფუჭება არა ქართული ახალგაზრდა თბილისში მაგალითად თუ კი ვინმე თქვა დაინტერესებული იყო ნარკოტიკით ჩემს ასე თქვა აი ეზოში სამეგობრო თუ რაღაცა წრე რომლებიც გაფუჭებული იყვნენ ამ ნარკომანიის ხაზით ჩემზე არანაკლებ კარგად იცოდნენ მარნეულის გარდაბნის და ბოლნისის აზერბაიჯანული სოფლები და ის მისამართები სადაც ეს შხანი იყიდება ამიტომ თან ეს კანონი რო არის პარლამენტის მიერ მიღებული ხო ბაბანო გოჩა რა ფაქტობრივად ცოტა სასაცილოა ისეთ კანონებია მიღებული რომ ისინი ძალიან კარგად მუშაობენ
და კარგად იციან ეს კანონები რა, ეს ნარკორეალიზატორები რო არიან, ხო ჩვენი კანონები ისე კარგად დაპარაკო, იციან რომ ისე მოქმედებენ, რომ შენ ფაქტი არ აქვს რა. ამაზე ახლა იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ჯერ ერთი ეს პრობლემაა განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში და უკვე აზერბაიჯანელებს უკავშირდება. მეორე ჩვენ უფლება არ გვაქვს რომ ამაზე გავჩუმდეთ, იმიტომ რომ ეს დემოგრაფიულად გვანადგურებს და სახელმწიფოს ასე თქვა პრესტიჟის და თავმოყარების თემაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პროცესი დაიხუროს და ბატონი ფაზილი ახლა გვთავაზობს პირდაპირ, რომ იქ სადაც არის აქტიური სოფლის ასე თქვა საზოგადოება, განათლებული საზოგადოება და კი